იასინე, რომელსაც ეს ჯარიმა მოიპოვა მაროკოელია მაგალითად. ჩაწოდება დარტყმარი შანსი 1-0. დიუნკერკმა გაუტანა Paris Saint-Germain-ს. ესე მოულოდნელად იწყება ჩვენი შეხვედრა სტანდარტულიდან ჩაწოდება არეულობა საჯარიმოში და 1-0-ია უკვე დაბლოზე. ნახოთ ეს მომენტი მოიგეს ეს პირველი ბურთი ჩაწოდება და მე პრაქტიკულად 1-1-ზე საფონობთან სასომ რომელიც გაექცა ჟოო ნევეშს ძალიან უყურადღებოთი მოქმედა აქ ნევეშმა უბრალოდ გაატარა ბურთელი რომელსაც იყვანდა ძლიერი დარტყმით ხარიხა და მერე გოლი ცველების გათამაშებული კომბინაცია გოლი დასრულდა სასომ რომ შეავტოვთქვით საგოლე გადაცემა კი შეასრულა ალეს ჟორჟენმა ხდებიან იმიტომ რომ აშკარად ძალიან კარგად აქვს ამაზე ნამუშევარი აქ მეორე გოლი შეიძლება გამიდეს რა ხდება 2-0 საოცარი ამბავია დუნკერკი Paris Saint-Germain-ს ორბურთიანი უპირატესობით ამარცხებს. ალსადი გატანილი გოლის ავტორი დუნკერკის ზღაპარი კლავაც გრძელდება. Paris Saint-Germain-ი უკვე. რა მოხდა აქ დაცვაში? კიდევ ერთი ხარვეზი იყო. ეს პასი წესიდარიგით არ უნდა გასულიყო. საბოლოოდ მიუვიდა ბურთი ალსადს. და ძალიან ძლიერად ცენტრში საფონოვმა პარიზელების გადარჩენა ვერ მოახერხა. Bravo. ორი შანსი, ორი გოლი. ისევ დუემ. ვიტინია. ეს პასი ზუსტია, ჰაკიმი, დემბელე. გაიტანა დღესაც. 2-1 მაინც მოასწრო Paris Saint-Germain-მა ერთის გაკვითვა პირველივე ტაიმში. პირველი ტაიმის ძირითადი დროის ბოლო წუთზე ახერხეს პარიზელებმა გატანა და ამავე ტაიმში ექნებათ კიდევ ალბათ 1-2 წუთი იმისათვის რომ საერთოდ ანგარიშიც გაათანა. არ იყო აქ თამაშგარი მდგომარეობა. ჰაკიმი კარგად დაუგდო დემბელეს და ამას უძლიერესი დარტყმით. ძალიან ძლიერი დარტყმით აიღო მეტოქის კარი. ასე წამებიც არ უნდა მისცე დემბელეს ძალიან ახლოდან და ეთამაშა იმისთვის რომ ვერ მოასწროს ის რაც ეხლა მოასწრო. პარიზელების კუთხურია, მერვე კუთხურს მოაწვდიან, მე მეშვიდე კუთხური მოაწოდეს და გაათამაშეს. პარიზელებმა და 2-2 უკვე. შემოვიდა და გაიტანა არა გოლსალ რამოში, მაგრამ მარკინიოსმა გაიტანა ეს გოლი. ეკამათებია მსაჯს. საინტერესოა რა იყო აქ. ფაქტი ის არის რომ სწრაფად გაათანა რა Paris Saint-Germain-მა ანგარიში. და მეორება გვიჩვენებს იყო თუ არა რაიმე ტიპის არღვევა. კუთხური არის. აი ეგ იყო, რაზეც კამათობდნენ. კი, აქ ყველაფერი წესების დაცვით გაკეთდა, მშვენივრად გაათამაშეს დემბელეს. კარგი ჩაწოდება მისია, საგოლე პასი მარკინიოსმაც ყველაფერი იდეალურად გააკეთა, მაგრამ დაინიშნა კუთხური, რომელიც უბრალოდ არ იყო. ხო, თუმცა ახლა აღარაფერი შეიცვლება ეს მომენტი ვეღარანაირად ვერ გადამოწმდება, ფაქტია. მარკინიოს უსლით პორტური გადაცემა დარტყმა რიკოშეტი 2-3 უკვე წინ არის Paris Saint-Germain-ი. დუეს დარტყმის შემდეგ ძალიან არასასიამოვნო რიკოშეტი იყო ჟუენისთვის. კოორდინირება ვეღარ მოახერხა, ბურთი შეეხო, მაგრამ თავისი გუნდი ვერ გადაარჩინა. 0-2-დან 2-3. ჩარტო სისწრაფეები Paris Saint-Germain-მა მეორე ტაიმში. გუნდი გაცილებით უკეთეს დაბეჭდილებას ტოვებს. აქ რა თქმა უნდა უიღბლობის ელემენტიც იყო მას მიწელთა მხარეს. მაგრამ პარიზელებმაც მართლა ძალიან მოუმატეს მეორე ტაიმში. მაქსიმუმს ეცადა აქ ჟუენი. არკოლას გადაცემა კიდევ ერთხელ აღნიშნოთ. და დუეს გოლი. ერთი უკანასკნელი მცდელობა და კერკის წინჩი პასი.
და აქ უკვე ნამდვილად შეიძლება რომ ყველაფერი დასრულდეს, იმიტომ რომ 1-1-ზე გადის დებელე და ართხა გაიტანა 2-4 Paris Saint-Germain საფრანგეთის თასის ფინალშია. კი ბატონო, აქ დაესვა ყველაფერს წერტილი, რა თქმა უნდა. თავისი მე-11 დარტყმით გაიტანა. მეორე გოლი ამ შეხვედრაში. და უცნაური მომენტი იყო, სადაც გაფრინდნენ. ძალიან ჭკვიანურად იმოქმედა ოსმანმა. ვაუ, სასწაული სეზონი აქვს მას და ახლა რა იქნება დასკვნით ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრებში ჩემპიონთა ლიგაზე.